Ქალბატონთა მოგესალმებით, მე ვესალმებ ჩვენს მაყურებელს. მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. ხო, მე ნამდვილად არ ვიტყვი იმას, რომ ალიკოს არაფერი არ ჩაუდენია, ალიკო უნდა ჩაიდინა და რაც კადრებში ასახულდა, რაც თვითონაც აღიარა დანაშაულია, მაგრამ ეს არ არის ტერორიზმი. ეს არ არის რაღაცა ძაღლის მიერ სუნის აღების კიდე რაღაცა მომავალი ფაქტები და არც არაკაცის დაძახება და არც პოლიციელის, რომელიც იტყუება ფიცი აქვს დადებული ბიბლიაზე და იტყუება სასამართლოს წინაშე, იმის მხილებაც არ არის დანაშაული. ამიტომ ხო, ერთია დანაშაული, ამ დანაშაულისთვის ადეკვატური სასჯელი, მაგრამ მეორეა მახინჯესი, უსაზიზღრესი პოლიტიკური ანგარიშწორება, რომელიც ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ იმართება. ბევრი ყოფილა ასეთი მოვლენები ცივილიზებული სამყაროს ისტორიაში და მე მგონია, რომ აი ალეკო ელისაშვილის დევნა ისეთი ქრესტომატული სამაგალითო იქნება, რომელიც აუცილებლად შევა. ქართული მართლმსაჯულების და ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში ცალსახად შევა, ისე როგორც მაგალითად არის დრეიფუსის საქმე შევიდა საფრანგეთის პოლიტიკურ ისტორიაში და ხადარკოვსკის და ნავალნის საქმეები შევიდა რუსულ ისტორიაში, ხო? ეს არის ძალიან კლასიკური, ძალიან მახინჯი, ბოროტი, ესეთი რაღაცა კიდე ხშირად ვიმეორებ ამ ტერმინს, მაგრამ ეს რაღაცა ვიღაცის შეურაცხყოფის გარ არის, რაღაცა მონღოლოიდური ტიპის სისასტიკით განსჭავლული მართლობის მიერ დასჯა მისი პოლიტიკური კონკურენტის. რატო ქალბატონო თეა ზუსტად კონკრეტულად ვერ გეტყვით? არის ხო რაღაცა სურათები, იმის რა ქვია, სურათები რა, რაღაცა ფრაგმენტები, რაღაც მოვლენები. ალეკო მებრძოლი კაცია, ძალიან მებრძოლი კაცია, ალეკო ჩემი მეგობარია, ჩემი თანამებრძოლია და მართლა მებრძოლი კაცია, თავდადებული კაცია. არაფერზე უკან არიხევს. ერთი არის მისი პირადი განადგურების მცდელობა და მას ანადგურებენ. უნდა ესმოდეს ჩვენ მოქალაქეებს, რომ ხო, ალეკომ რაღაც დანაშაული ჩაიდინა. ოღონდ ეს დანაშაული არ იყო ტერორიზმი. ტერორიზმად შერაცხეს, ისე რომ არაფერი არ ამტკიცებს, ტერორისტად შერაცხეს, 13 წელი მიუსაჯეს და კიდე ხუნძლავენ საქმეები და ამის მიღმა მინდა გითხრათ, რომ ალეკო ელისაშვილი უკვე არის მისჯილი. მას მისჯილი აქვს კონკრეტული სასჯელი აი ამ აბსურდული ბრალით. მაგრამ ვერც ერთი უფლებით ვერ სარგებლობს, რითიც სარგებლობენ უკვე მისჯილი ადამიანები. ვერც ერთით, ვერც ოჯახის წევრებს ვერ ხვდება, ვერაფერს ვერ აკეთებს. ანუ ეს არის ჩვეულებრივი პიროვნების განადგურების კამპანია. ეს არის ოპერაცია, რომელშიც მიზანი არის, რომ ალეკო ელისაშვილი გაანადგურონ, მორალურად და ფიზიკურად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის აქ სამართალი არსად არ ფიგურირებს მთელ ამ პროცესში. აქ ფიგურირებს ერთი რამე, რომ აი ეს კაცი სამაგალითოდ, იმიტომ რომ მის წინააღმდეგ ვიღაცას რაღაცა აქვს, რომელიღაცა ქვიშის კარიერის გენერალს ან კიდევ ვიღაცა სხვა საწოდაობას, მაგრამ ამის პარალელურად ეს არის სამაგალითო დასჯა. სამაგალითო დასჯა, როგორც დრეიფუსის საქმე იყო ანტისემიტიზმის ყველაზე მძაფრი მაგალითი, როგორც ხადარკოვსკის დასჯა პუტინის მიერ იყო კონკრეტული მისიის მატარებელი, რომ ყველა ვინც იმ ქვეყანაში 90-იანების მერე კაპიტალს ფლობდა და რაიმე პოლიტიკურ პრეტენზიას გამოთქვას, მას გაანადგურებს პუტინი. ზუსტად ეგეთი მაგალითია, რომ შეუპოვარი მებრძოლი გულწრფელად დაპირისპირებული ადამიანი ივანიშვილის წინააღმდეგ აი ამ ბედისკენ წავა. ეს არის ყველა იმ ადამიანისთვის სამაგალითო საჩვენებელი, როგორც ალეკოსთან ერთად სხვა ასეთი პატრიოტები არიან, ელენე ხოშტარი არ მინდა გამომრჩეს და სხვა ნიკა მელია და სხვა. სამაგალითოდ სჯის ამ ხალხს, რომ ყველა სხვა ადამიანს, ვინც პოლიტიკას ვაკეთებთ ამ ქვეყანაში და ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს ქვეყანა როგორც ქრისტიანული დემოკრატიული სახელმწიფო გადარჩეს, როგორც ცივილიზებული სახელმწიფო უბრალოდ გადარჩეს და არ გახდეს ნაწილი ამ რაღაც მონღოლური იმპერიის, ყველას ჰქონდეს მაგალითი, რომ აი ესე გაგანადგურებს. იმ განსხვავებით, რომ ალეკო ელისაშვილი თითქოს თავისი ფეხით წავიდა სასამართლოში იმისთვის, რომ მერე ციხეში წასულიყო, რაღაც თავისი ფორმით გამოხატა პროტესტი რეჟიმის წინააღმდეგ და ჩაიდინა დანაშაული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არა ის დანაშაული, შეუფერებელი პატიმრობის წლები აქვს მას შეფარდებული, მაგრამ დანარჩენები, ვინც თქვენ ახსენეთ, პოლიტპატიმრები, ისინი აბსოლუტურად უდანაშაულოები არიან და დანარჩენ ლიდერებსაც ელოდებათ ციხე ეგრეთ წოდებული საბოტაჟის მუხლით იმაში, რომ ისინი თანამშრომლობდნენ საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებთან. თაზო, აი ესეც წარმოუდგენელია. გაჩერდა ეს პროცესები სხვათა შორის მოულოდნელად, ამას რას მიაწერთ თქვენ, როგორ ხედავთ ლიდერების საქმის მოულოდნელი დაჩქარება, ფორსირება და უცებ მოულოდნელი შეწყვეტა და შენელება ამ პროცესის, რას უკავშირდება, რას ფიქრობთ? ვერაფერს ვერ გავშვებ, არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანების ფსიქიკის
ანალიზი არის ფსიქიატრების საქმე. მე ამას ვერ გავაკეთებ. მე ვიცი რომ ყველაფერი ის რაც ხდება საქართველოს აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ლიდერის თავს, რომელსაც აქვს უნარი რომ ივანიშვილი პოლიტიკურად ამ ქვეყანაში დაამარცხოს და ეს ქვეყანა გაანთავისუფლოს და ასეთია ყველა ვინც განსაჯდელის გამზე ზის, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძე და სხვები, მათ წინააღმდეგ არის აბსოლუტური აბსურდი, ეს კიდე გაცდა, ეს კიდე სხვა ჟანრია, ეს არის რაღაცა კიდევ ერთხელ ვიტყვი იგავარაკების და ზღაპრების ეპოქის, ლეგენდების ეპოქის სადამსჯელო ოპერაცია, როცა არაფერი არ არსებობს, არაფერი. ფანტასტიკის ჟანრია. მე როგორც ჟურნალისტი ძალიან ხშირად მიფიქრია, რომ ამ პროცესებზე სიარული ღირს მხოლოდ იმიტომ, რომ მე ძალიან საინტერესო ესეები დაწერო და დარჩეს საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ფურცელში კი არა, რაღაც ტრაგიკომიკურ ნოველებად ეს ისტორიები. იმ დღეს ბატონი ბადრი ჯაფარიძე იხსენებდა, მოწმე მოიყვანეს, რომელიც ხელს ადებს ბადრი ჯაფარიძეს, როგორც ეგრეთ წოდებულ საბოტაჟნიკს, მაგრამ ვერ ამბობს მან რა დააშავა, თქვა რომ ის იქ იდგა და ეს არის მისი დანაშაული. ან ზურა ჯაფარიძე რაში ჟეშტების ენით ლაპარაკობდა და ამიტომ ის ატიმარი ან გიორგი ვაშაძე იღიმოდა და ამ ღიმილით ადასტურებდა რომ დიახ ჩვენ ყველას გვინდა რომ საქართველოს დღევანდელი მმართველი რეჟიმი დაასრულდეს და გამოდის რომ ყველა ამ სურვილებში დამნაშავეები ვართ და ციხეში უნდა წავიდეთ. გაუდანთია, აქ მარტივი ამბავია, რატომ ამბობ ამ ყველაფერს? ხო, აქ ლოგიკის ძიებას მე არ დავიწყებ, იმიტომ რომ არ ვთვლი რომ სადმე რამე ლოგიკა არის, ეს არის დესპოტიზმი, ეს არის პოლიტიკურ კონკურენტებთან მიზანმიმართული ანგარიშგასწორების მთელი კამპანიები, მაგრამ ჩვენ საზოგადოებას უნდა ესმოდეს. ეს ყველაფერი არის ფასადი, რომლითაც ფუთავს ის საკუთარ ძალაუფლების სისუსტეებს, საკუთარ პირდაპირ თქვა ძალაუფლების კრახს, ფუთავს აი ამ ავტოკრატიული ზიზილპიპილოებით ივანიშვილი. იქნება ეს რაღაცა აბსურდული კანონები, რომელიც ადამიანებს სუნთქვას და დგომას უკრძალავს სადღაც იქნება ეს აბსურდული საქმეები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება ეს რაღაცა იდიოტური კამპანიები ფასებზე კონტროლის დაწესების მცდელობა რომელიც აბსოლუტური ტყუილია ყველაფერი ამის უკან დგას ერთი რამ ყველას უნდა გესმოდეს რომ საცოდაობა ჭირთ სინამდვილეში ეხა არიან ისეთ სუსტები როგორც სუსტებს არ ყოფილან ხო არ ჭირდებოდა 2013 წელს 2014 წელს 2016 წელს აი ეს მარაზმი არ ჭირდებოდა და იოლად გაძვრა. ეხა ეს ყველაფერი რო ჭირდება, ეს ნიშნავს, რომ სხვა არაფერი არ დარჩა. როდესაც ჭირდება, რომ საქართველოს იუმორის ერთ-ერთი მამა. ხო, რა, მე ესე მოვიაზრებ. ვიღაც მოწოს, არ მოწოს, რაღაცა უცნაური დისკუსია დაიწყო ლიტერატურული ნოდარ დუმბაძეზე. ნოდარ დუმბაძე ხო ვიღაც შეიძლება მოწოს, ვიღაც არა, მაგრამ მართლა ერთ-ერთი მამაა ქართული იუმორის, თანამედროვე ქართული იუმორისტული ჟანრის ერთ-ერთი მამა. და ამ კაცის იუმორისტულ სკეჩში ჩასმის გამო მისი სახელის და გვარის იქიდან ამოგლეჯილი კონტექსტიდან ქუჩაში ვიღაცამ იუმორისტის სცემა აი ამაში და ეს ღირსების დაცვა არისო ვიღაცის ღირსების დაცვა მე არ ვიცი ვისი ღირსების დაცვა შეიძლება ანუ ეს ხო აბსურდი ეს ხო ნათელი მაგალითია მანამდე ვიღაცები ყავდათ თაზო ბათუმის თეატრის დირექტორი, რომელიც საკმაოდ კრეხელობდა თავისი ანეკდოტებით, ბევრი მორწმუნესთვის ეს მიუღებელი კი არა, მკრეხელობა, პირდაპირ თქვა და ბევრი სასულიერო პირისთვისაც, ის ახლა გამოდის და რაღაცა რწმენის ახალ ორგანიზაციას აწესებს იმ ქართველი შულთან ერთად, რომლებმაც უნდა გვცემონ იმისთვის, რომ ვიხუმრებთ თუ პირჯვას არასწორად თუ გადავიწერთ თუ ვიტყვით რამე სახუმაროს იმაზე, რა ქვია, ნოდარ დუმბაძეზე ან ბიძინა ივანიშვილის წერილებზე, ამის გამო შეიძლება გაგვლახონ. და აი ეს ხალხი ამბობს, რომ აი ონის ოქროშვილი უნდა გაილახოს. ამ ბინძურ აბსურდამდე მივედით, ხო? ეს რაღაც ახლა ეს კაცი არის ძალიან ისეთი, ძალიან ცუდი თამადათ ან ყველაფერთან ერთად, რა თემიკო ჩირგაძის ქვეყანაში აი ეს კაცი რო იქნება ერთ-ერთი გამოჩენილი თამად და რა ვიცი, დეგრადირდა ესე იგი ეგ საქმე. მე მიყვარს ქართული სუფრა და თამადობა და ეგეთ მასხრებს ვერ მოусმენ. იქ ამ მასხარამ უნდა დაიცვას თურმე ქართული იდენტობა. ან იმ უნიჭო რეჟისორმა თეატ ულუკიანის მლიქნელობის გარდა არაფერი რო არ კვეთებია და ეგრე გაიკაფა გზა თავის კარიერაში, ხო? იმან უნდა გადაწყვიტოს და ვიღაცა მანამდე წინა ხელისუფლების მლიქნელობაში იყო ჩემპიონი.
ეგ ხო ყოველთვის ეგეთი ხალხია, მაგიტომ მე აღარ ვეძახე არავის, აღარ მაგეთ ხალხს არც ნაცებს არც კოცებს, ეგ მილკნელები. რომელსაც მნიშვნელობა არა აქვს, იქ რუსს დაუსვავ, აი ბესოჟღენტი იყო ესეთი კაცი მწერალთა კავშირში გათახსირებულობის ეტალონი თავის დროზე და აი იმის მსგავსი ხალხი ყველა ვინც არ უნდა დაუსვავ, რუსს დაუსვავ, რუსის მხარე იქნება, ინდოელს დაუსვავ, ინდოელის მხარეს იქნება. აი მას მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის იქ, ვისი დაცვაც უწევს, ამაში ფულს იღებს, გასაბრჯელოს იღებს. ხო და ამაში ხო ხარჯავს ივანიშვილი, რომელიც საკმაოდ ძუნწი ადამიანია. ასეთი ორგანიზაციების შექმნაში ხარჯავს ახლა ფულს. და ანუ ეს მიანიშნებს, რომ კრიზისშია თვითონ ქართული ოცნება და მინდა გადავიდეთ მდინარაძის, თიკარუხაძის უცნაურ წასვლა, მოსვლა, მოძრაობა გადაადგილებებზე. რას ფიქრობთ? მე თქვენ ამბობთ, რომ რაღაც ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანების პროგნოზს ვერ გავაკეთებ და ლოგიკას ვერ ვიპოვიო, მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ ამ სახელმწიფოში. ეს ხალხი დღეს განაგებს ქართულ პოლიტიკას და ამიტომ რაღაც ლოგიკა უნდა ვიპოვოთ და უნდა მოვძებნოთ გასაღები, რატომ აკეთებენ ამას. ანუ მდინარაძე მაგალითად, რატომ გადააადგილეს კიდევ ერთხელ? რითი არ მოსწონს მდინარაძე ბიძინა ივანიშვილს? რა დაუშავა მას? იმიტომ რომ წლების განმავლობაში ის იყო პარლამენტში, ვერ ეღირსა ვერასოდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსვლას. ბოლოს ის დააწინაურა ირაკლი კობახიძემ, ძალიან მისთვის საოცნებო თანამდებობაზე უშიშროების მინისტრი გახდა. იქედან ამბობდა, რომ აი საოცრებებს გააკეთებს, დაამატა კიდე 300,000 აბონენტის მოსმენის აპარატურა ჩამოიტანა და რა ვიცი, აღიარა ყველაფერი, რომ გისმენთ, გითვალთვალებთ, გიყურებთ და ბოლოს რა ვიცი, ერთ წელიწადში მოაძრეს ეს კაცი. რაღაცა ახალი გადასაადგილებელი, ვიღაც deep state არის იმაში, რა ქვია, Facebook-ზე ძალიან სასაცილო გვერდი და იმას ქონდა გაკეთებული სკეჩი, რომ მამუკა მდინარაძე მოპედით თავისი სამინისტროთი გადაადგილდება, ახალ თანამდებობებს უგონებენ ამ კაცს. უპორტფელო მინისტრი გახდა ყველაფრის. რატომ? ხა კიდე ერთხელ დედასპიცაურ ვერ გეტყვი რა დაუშავა კონკრეტულად მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ რაღაც დაუშავა იმის დიქტატორული აზროვნების ჩარჩოში დაუშავა. ეს ადამიანები პოლიტიკურად არარაობები არიან, მათ არც გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვთ, ისინი პოლიტიკურად არავითარ წონას არ წარმოადგენენ, იმიტომ რომ საჯარო საქმიდან არ წამოსულან, ისინი არიან ხელდასმული ხალხი ივანიშვილის მიერ და იმ პოზიციებში არიან, იმ პოზიციებზე არიან, იმიტომ რომ იქ ივანიშვილმა დასვა, არავითარი სხვა პოლიტიკური წარსული ამ ხალხს არ აქვს. შესაბამისად, როდესაც რაღაცა არ მოეწონება, ან ზედმეტად დამოუკიდებელს ითამაშებენ, ან ზედმეტად ბევრ ნათესავს დანიშნავენ ხოლმე და ახლობელს გარშემო მომიჯნავენ თანამდებობებზე, ან იმაზე მეც მოიპარავენ, ან შეუთანხმებლად მოიპარავენ, ვიდრე ივანიშვილს დაშვებული აქვს და გათვლილი აქვს, რომ ამ კონკრეტულმა ეს ქვეყანა ამდენით უნდა აზარალოს, მაშინ ხდება ხოლმე ასეთი რაღაცები. მე ამგონია, რომ თიკარუხაძის ახლა კონკრეტულად ვერ ვთქვი, მაგრამ გიორგი სიორიძე, ჩემ კოლეგას აქვს გარკვეული ინფორმაციები. არ მგონია, რომ თიკარუხაძე იყო განთავისუფლდა რაღაცა კორუფციული პრობლემების გარეშე. არ მგონია, რომ უბრალოდ მართლა ადგა და წავიდა, რომ ის პროკურატურაში იყო და რაღაცებზე დაიკითხა. არ მგონია, რომ მამუკა მდინარაძეს რაღაცა კონკრეტულის გარეშე გაუშვა, უბრალოდ ასე მოიხუშტვა. ვერ გეტყვით ქაუტონთეა კონკრეტულად რატომ, მაგრამ ავტოკრატიის ლოგიკა ეს არის. ადამიანების გამოყენება, დიქტატორი ამას შვება, ხო? ყოველთვის დიქტატორი ამას შვება. გამოიყენებს, ბოლომდე გასვრის, გააფუჭებს და გადააგდებს. ვერტიკალი ქართული ოცნების ასე მუშაობს, სისტემა ასე მუშაობს. სისტემა არის კორუფციული რა, ეხლა ირაკლი ღარიბაშვილი რემეშიძის ციხეში კორუფციის გამო დღეს არა ყავს კორუფციონერები სისტემაში, კახა კალაძე არ არის, ისევ თბილისის მერი, მაგრამ ეს ყველაფერი არის ვიღაცას უფრო მეტი ვადა აქვს ვარგისიანობის და გამოსადეგობის, ვიღაცას ნაკლები ვადა აქვს ამ ვარგისიანობის და გამოსადეგობის და ეს გადაადგილებები, ეს გადაადგილებები ჩემი აზრით არ არის მთავარი იმ ხალხისთვის, რომელიც ამ გადაადგილებების პარალელურად ხედავს ძალიან სულ ტენდენციებს ამ ქვეყანაში, ხედავს ეთნიკურ ჩანაცვლებას ბათუმში, თბილისში, ბევრ კონკრეტულ უბანში, ბევრ კონკრეტულ ქალაქში, რუსებით მიერ ეთნიკურ ჩანაცვლებას ხედავს დეგრადაციას ქართული პატრიოტული ქსოვილის, იმიტომ რომ ის დასაცავი ხდება მასხრების და უტვინო მოჭიდავეების. ხედავს ფასების კატასტროფულ გრევას, ხედავს მისი ცხოვრების გაუარესებას, ხედავს იმას, რომ ის ცხოვრობს უფლებო ქვეყანაში, ის ვერ ცხოვრობს უკეთესად, ანუ რაღაცა სოციალური კონტრაქტი რომ არსებობდეს, რომ
ხშირად უნდა აი აქ მიდის ხოლმე შედარება, ხო ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ეგ რაღაცა ილჰამ ალიევით უნდა რომ მიიღოს ცივილიზებულმა სამყაროს და ილჰამ ალიევს სოციალური კონტრაქტი აქვს თავის საზოგადოებასთან, ბოდიშვილი ხდება. ქართული საზოგადოება შეთანხმდა, ანუ ივანიშვილმა შეცვალა ეს სოციალური კონტრაქტი. ანუ ქართული საზოგადოების უმრავლესობა დათანხმდა იმას, რომ საქართველო აღარ მიდის ევროკავშირისკენ, საქართველო აღარ არის დემოკრატიული ქვეყანა, საქართველო უერთდება რუსეთს და ხდება მისი უკანაეჟო ვასალური სახელმწიფო, რომ საქართველოში შეიძლება იყოს კანონები, რომელთაც ადამიანური უფლებები აღარ არსებობს, ამაზე შეთანხმდა, არ შეთანხმებულა. ამის ილუზიას ქმნის ივანიშვილი, ის ქმნის ილუზიას, რომ საქართველოში არსებობს აი ეს ახალი სოციალური კონტრაქტი, ახალი შეთანხმება ქართულ ხალხს და მის ხელისუფალს შორის, რომ მოსულა ყველაფერი, რომ ივანიშვილმა ჩამოაყალიბოს შთამომავლობითი მმართველობითი სისტემა, სადაც ის არის მარტო და მის გარშემო მასხრები მართავენ ქვეყანას. არ შეთანხმებულა ამაზე. რო არ შეთანხმებულა, ამის ნათელი ნიშნები ჩანს ყველაფერში. პატარაზე რო გადაფხიკავ აი ამ რაღაცა ავტოკრატიულ იმას, რა ქვია, ჩარჩოს თუ რა ლატარიას, იმის უკან ჩანს ნამდვილი საქართველო. ნამდვილი საქართველო, რომელიც შეიძლება ცუდი სანახავი აქვს თელავში რაც მოხდა, თელავთან რაც მოხდა, კახეთში, იმაში რა ქვია, სასტუმროში. მაგრამ ნახა რომ არ იტანს ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი არ აიტანს იმას, რომ ქართველ მეკორწილებს ქორწილს ყველაზე წმინდა მოვლენაში, ქართული ოჯახის შექმნაში ვიღაცა რუსმა მოისაქმოს. არ აიტანს ამას. ბოლოს იქ არ დგას ქართველი ხალხი ასეთ რაღაცებში ხელისუფლების გვერდით. და ხელისუფლება სად დადგა იმ მომენტში, ხო? მთელი სახელმწიფო სისტემა დადგა რუსი ოკუპანტების გვერდით. ამიტომ არის რაღაცები, რაც უნდა ნათლად დავინახოთ. საქართველო არ დათანხმებულა ამ იაფფასიან მონღოლურ დიქტატორას. შესაბამისად, ეს სოციალური კონტრაქტი არ არის შესაბამისად, ეს ამბავი ვერ შედგა, ამიტომაც რომ ვერავისგან ლეგიტიმაციას ვერ იღებს, ამიტომაც არის რომ ვერც რუსეთისკენ ვერ დგავს. გალბატონო თეა, ნაბიჯ, შეხედეთ, კატასტროფულ მდგომარეობაში ჩვენ მე და თქვენ ამაზე ლაპარაკები გვაქვს. ვერც იქით ვერც ერთ ქმედით ნაბიჯს ვერ დგავს. გარდა რაღაცა უვიზო რეჟიმის და იმების, რომელიც პუტინის მხრიდან გასაკეთებელი რაღაცა იყო, ის ვერ დგავს. იმიტომ რომ იცის, აი ამეებში ქორწილში ხედავს, ქორწილით ხედავს რამხელა ჯურღუმულშია ეხა და აქეთკენაც ვერ მიდის. ანუ საქართველო ყავს გაჭედილი რაღაცა აი ორღობეში. მთელი ქვეყანა ყავს გაჭედილი ორღობეში. იმიტომ რომ ივანიშვილის აზროვნება არის აი ამ რაღაცა ორღობის აზროვნება. როგორ შეიძლება რომ მომენტში, როდესაც მთელი სამყაროს გადალაგება მიდის, როდესაც ეკონომიკურად შეიძლება საქართველო ერთ თაობაში გამდიდრდეს, რომ აქ მოდერნისტული რკინიგზა გავაკეთოთ, ანაკლი სპორტი ავაშენოთ, იმიტომ კი არ ვირბინოთ საქართველოს ხელმძღვანელებმა აშხაბადში, ტაშკენტში და იმაში რა ქვია, ასტანაში, რომ უბრალოდ რაღაცა ოფიციალური ვიზიტების ილუზია შექმნან. არამედ იმიტომ წავიდნენ, რომ ანაკლი სპორტის აშენების ამბავი დათქვან. იმიტომ წავიდნენ, რომ შეთანხმება შექმნან იმ ქვეყნებს შორის, რომელიც გადის ჩინეთი ევროპის დამაკავშირებელ გზაზე და ამუშაონ ეს ყველაფერი. 4 წელია რუსეთის ოკუპაცია მიმდინარეობს უკრაინაში. უკვე წელიწადზე მეტია ირანში დესტაბილიზირებული, არც ერთი სავაჭრო გზა აღარ არსებობს ჩინეთი ევროპის დამაკავშირებელი, სანდო სტაბილური და უსაფრთხო. და ამ მომენტში ანაკლი სპორტზე ყოველ წელს იტყუებიან 3 თვეში და 4 თვეში გეკნებათო და ეხ საერთოდ მოიტყუეს რომ აღარავინ აღარ გვინდა ჩვენ თვითონ ავაშენებთო. ანუ რამდენი წელი 10 წელია გვატყუებენ რომ ამას ააშენებენ. რკინიგზას მართავდა ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მოდერნიზებას კი არ აკეთებდა რკინიგზისა, რომ ჩვენი პოტენციალი გამოგვეყენებინა. ჯართად ჭრიდა და აბარებდა და ამაში პირადად ფულს იღებდა, კორუფციონერი გათახსირებული იყო. და საქართველოს ხელმძღვანელები დარბიან ფოტოებისთვის და რაღაცა იდიოტიზმისთვის. ახლა ფუქსასების შენობის დაანგრევაზეც იგივე შეთანხმება არ დადებულა. აი ხლა თბილისის ცენტრში რიყეზე ფუქსასების შენობის დაშლაშიც იგივეს ვხედავთ, ხო, უნიკალური მასალისგან შექმნილი ეს ფუტურისტული ავანგარდისტული ძეგლი დაშალა თანამედროვე არქიტექტურა და ჯარში ჩააბარებენ აი ძალიან ძვირფას მასალას. ისევე როგორც რა ხო, ნუ თუ ალუზიას გავუკეთებთ კი, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით მასშტაბში ბოდიშის მოხდით ანაკლიას არ ვადარებ, არა, უბრალოდ მაგალითი მოვიყვანე ახლა მიწვევ. რკინიგზის დაქცევაზე ამ ქვეყნის და ერთი კონკრეტული შენობის, რომელიც ვიღაც შეიძლება მოწონდეს, არ მოწონდეს, მე ამ შენობას მაშინაც როდესაც წინა პრეზიდენტმა, მესამე პრეზიდენტმა ამ ქვეყნის ააშენა იმ ადგილას, სადაც ის არც ორგანული არ იყო, არც სწორი არ იყო და რაღაცა ეს გვიანი აბსოლუტიზმის ნიშნებს ატარებდა და მეც არაფერს მაშინაც არ მომწონდა და ზუსტად იგივენაირად
არ მომწონს ეხა მისი ასე უზნეოდ დაშლა როგორც ხდება აი ესე ბანდიტურად გადაყიდვა და ბოლოს დაშლა იმიტომ რომ იმის ადგილას აშენდეს რაღაცა სასტუმრო კაზინო აი ეს არის და ეს არა ამაზე არ მინდოდა შეჩერება უბრალოდ არც მაშინ არ მომწონდა არც ეხა არ მომწონს სხვაგან მივალ რა ქალბატონთია რამოდენიმე ათეული ვიზიტი ჩაატარეს ამათმა შუა აზიის ქვეყნებში შუა აზიის ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვანია ვიღაცები ქილიკობენ ამაზე მე არ მექილიკებ იმიტომ რომ შუა აზია ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ის არის გზის უდიდესი ნაწილი იმ გზისა რომელზეც გვინდა რომ საქართველო ერთ თაობაში გამდიდრდეს და რომელზეც მთელი ქართული სახელმწიფო უდიდეს ფსონს დებს და ქართული საზოგადოება და კონსტიტუციური საკითხი და მთელი სამყარო საქართველოს რამე ფსონს დებს ეს არის აი მისი დაკავშირებადობის ფუნქცია ამ დაკავშირებადობის ფუნქციაში შუა აზიის ქვეყნები არიან გზის ნახევარზე მეტი ამიტომ მათთან არათუ სტრატეგიული ურთიერთობა, არამედ ორგანიზაცია უნდა შევქონათ საერთო, რომელიც რა ვიცი, რა ქვია, საბაჟო გადასახადებს და სხვა მარტივს გახდის ტვირთების ბრუნვას ამ ერთ ქვეყანაში, ამ ბევრ ქვეყანაში ერთ გზაზე. ამის მაგივრად მიდიან და რაღაც განათლების მინისტრებს შორის დებენ შეთანხმებას, ხალხო, თურქმენეთი ეხლა რა დიდი პატივისცემით თურქმენულ სუვერენიტეტთან, მაგრამ თურქმენეთთან განათლების რა შეთანხმება შეიძლება დავდოთ? ეს არის ქვეყანა, რომელიც ამის წინა დიქტატორის დაწერილ წიგნს რუხნამას სკოლა ასწავლებს დედაენასავით და თვეების სახელები აქვს ოჯახის წევრებად განაწილებული და რეკორდებს ამყარებს იმაში რა ქვია ყველაზე მაღალი დახურული ეშმაკის ბორბალის მშენებლობაში გინესის რეკორდებს ამყარებს ეხლა ეს ხო სიგიჟეა განათლებაზე როგორ უნდა ვილაპარაკო მაგრამ ტრანზიტულ საკითხებზე უნდა ვილაპარაკოთ ექსპორტზე და ამაზე არ მიდის ლაპარაკი უზბეკეთი არის უდიდესი შესაძლებლობების ქვეყანა უზბეკეთთან უნდა ვილაპარაკოთ აგრეთვე იმაზე რომ ერთი რაღაცა საერთო სისტემა გქონდეს რომელიც მარტივს გახდეს ამ ტვირთების გამოტანას. ამის მაგივრად ვლაპარაკობთ სიგიჟეებზე. ამაზეა ლაპარაკი. ეს ხალხი არიან ვოდებილების თეატრი, მასხრობით დაკავებული და ამის პარალელურად ჩვენი საზოგადოება უბედურდება, ღარიბდება და კარგავს ყველანაირ შანსს რომ გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ერთ თაობაში ნახოთ მართლა გაბწყინებული საქართველოს, გამდიდრებული საქართველოს, მატერიალურად მდგრადი საქართველოს მოქალაქე. თაზო აი სწორედ ამ ტალღასთან მიხვედით, რაზეც მინდოდა შემდეგი კითხვა დამესვა Just Security, აი ამ ძალიან გავლენიან ანალიტიკურ გამოცემაში გამოქვეყნებულ წერილზე მინდა ვისაუბროთ. შეერთებული შტატები და ევროკავშირი აუცილებლად უნდა შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უნდა გაიღვიძონ, რომ დაიცვან საქართველო, წერენ გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსები, საქართველოში ყოფილი ელჩი იანკელი და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი. შეერთებული შტატების და ევროპის დემონიზაცია არს უხსნის რუსეთს, ჩინეთს და ირანს საქართველოში წერენ ისინი და დანარჩენი უკვე გრძელდება მაყურებელმა ალბათ საინფორმაციო საშუალებებში მოისმინა ამ წერილის შინაარსივრცლად პატარა მონაკვეთს წავიკითხავ ავტორები წერენ რომ მათი შეფასებით მმართველი პარტიის ქართული ოცნების მიზანია ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბება ისინი საუბრობენ სამოქალაქო საზოგადოების მედიის ოპოზიციის მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე და აცხადებენ, რომ დასავლეთმა საქართველოს საკითხი მეტი ყურადღებით უნდა განიხილოს და საუბრობენ ცხადია იმ სანქციებზე, რომელიც აუცილებლად უნდა შეეხოს უფრო მკაცრად ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ასეთი ტიპის წერილები, თუნდაც ოპოზიციისგან ბევრჯერ უნდა მოითხოვოს კრიტიკულმა ესტაბლიშმენტმა საქართველოში, რომ ეს ნამდვილად შეეხოს ბიძინა ივანიშვილს. სხვა არაფერი არაჩერებს ამ კაცს ავტორიტარიზაციისკენ მიმავალ გზაზე, ესეც ფაქტია. ქალბატონი ძალიან გულწრფელად ვიტყვი ბატონ კელი და ბატონ კრამერი არიან ამ ქვეყნის ძალიან ძველი მეგობრები და ნამდვილი მეგობრები და ისინი უმაღლეს მეცნიერულ დონეზე იკვლევენ ამ ქვეყანას და ეს მათი მოსაზრება პატივსაცემია მე ვარ მოქმედი ქართული პოლიტიკოსი მე ვერ გეტყვი სხვა ქვეყნამ უნდა დაასანქციონოს თუ არა ივანიშვილი და ეს ყოველ შემთხვევაში ჩემი მთავარი პოლიტიკური მიზანი ამ ქვეყანაში არ არის და გულწრფელად გეტყვი რომ არ მგონია რომ ეს ის ერთადერთი ინსტრუმენტია რომელიც აქ ყველაფერს შეცვლის, იმიტომ რომ ნებისმიერი ასეთ დასანქცირების შემდეგ ბევრად უფრო ამაზრდზენი ხდება პროცესი. ეს გადასაწყვეტია. ანუ უფრო საშიში ხდება რეჟიმი ასეთ დროს თქვენ ვფიქრობთ?
უფრო საშიარა, უფრო საზიზღარი ხდება, უფრო მეტ იქნევს, უფრო მეტად ადამიანს აპატიმრებს, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ის არ უნდა დაასანქციონოს. ეს არ არის ჩემი საქმე. ნება მიბოძეთ, რომ ამაზე რაღაცა ამაზე შორს არ წავიდე ამის თქმაში, მაგრამ მოსაზრებაში, რომ საქართველოს უნდა გადაარჩინოს, ქართული სახელმწიფო უნდა გადაარჩინოს მისმა ნამდვილმა მეგობრებმა ევროკავშირში და შეერთებულ შტატებში ამ მოსაზრებას ცალსახად ვეთანხმები და ვიზიარებ. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ეს. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ საქართველოს თუ დარჩა მარტო მას შთანთქავს რუსეთი. მთელი ეს თავგადასავალი იმის შესახებ, რომ საქართველოს არის ისა რა ქვია, რომ საქართველოს არის სუვერენიტეტს იცავს ეს ხალხი და საქართველოს სუვერენიტეტისთვის დგას აქ და ორ ფეხზე და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის ხალხო ფიქცია და ტყუილი. სუვერენიტეტი დგას უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურზე და სამხედროზე. სუვერენიტეტი არ დგას ერთ კაცზე. არასდროს არსად ვერ დადგება ისეთ კაცზე, თან რომელსაც პოლიტიკა ზერელეთ ესმის. სუვერენიტეტი დგას უსაფრთხოებაზე და უსაფრთხოების გარანტია იყო ჩვენთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოველთვის და შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, იმიტომ რომ რუსეთს ეშინია ძალის, რომელიც მისი მასზე ძლიერია და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტია ჩვენთვის იყო ერთის მხრივ ევროკავშირის წევრობა და მეორეს მხრივ იმ ფუნქციის შეძენა, რაც არის შუა დერეფნის ფაფანში აი ამ გამტარიანობის ფუნქციის შეძენა. ყველაფრის წინააღმდეგ მიდის ივანიშვილი და საქართველოს სუვერენიტეტის სინამდვილეში დღითი დღე ქრება. სუვერენიტეტი არის რუსეთის წინააღმდეგ ამ ქვეყნის დაცვა პირველ რიგში და შენ როდესაც ყავს ხელისუფლება, რომელიც 24 საათი პარტნიორებს ლანძღავს. აი, სუფთა ეკონომიკური არ წავალ კიდე ბევრჯერ გვაქვს მე და თქვენც კი ერთმანეთთან ამაზე ნალაპარაკი, მაგრამ ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან მაგალითს, როდესაც საქართველოს მთავრობის ერთი დაჯგუფება, ან ყველა აბსოლუტურად საზღვარგარეთ წავა რაღაც კონფერენციაზე, აბუ-დაბიში იქნება, ანტალიაში, ჯანდაბაში თუ აშხაბადში, ყველგან მაინც ერთ და იგივე იმეორებენ, რასაც ნატოში იმეორებენ, რომ იცი რა, საქართველოსთვის მთავარი ფუნქცია ეს არის დაკავშირებადობა, ეს რაღაც ახალი ის მოუპიკრა და დაკავშირებადობა არის ჩვენთვის მთავარი ფუნქცია. ეხლა შეხედეთ მარტივია, რუკა ყველას აქვს, დაჟე შალვა პაპუაშვილმაც იცის რუკა როგორ გამოიყურება, ხო, მსოფლიოს. ჩინ სად რას აკავშირებს საქართველოს აი ეს გზა, შუა დერეფანი რას აკავშირებს ერთმანეთთან? ჩინეთის ძირითადად ჩინეთის ეკონომიკურ სიმძლავრეებს და კომერციულ ტვირთებს და ბრუნვას აკავშირებს ევროკავშირთან, რომელიც უმსხვილესი ეკონომიკური სუბიექტია და ჩინეთის მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. აი ამ ორ წერტილს აკავშირებს ერთმანეთთან. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რა სჭირდება ამას? ამას სჭირდება, როგორც ვთქვით, ანაგლის სპორტი, მოდერნიზებული რკინიგზა, კარგი შეთანხმება შუა აზიის ქვეყნებთან, რომ არ იყოს 700 სხვადასხვა სატარიფო მოდელი და ყველაფერი შეიძლება სტაბილურობა ამ გზაზე, ხო? სტაბილურობა სხვადასხვა ფორმით, ანუ აზერბაიჯანი ინარჩუნებს სტაბილურობას რაღაცა რეჟიმით, რა რეჟიმით მართავს დღეს იმ ქვეყანას, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგებაზე, სომხეთთან ურთიერთობის დალაგებაზე, შუა აზიის ქვეყნები მეტნაკლებად რაღაცა ავტოკრატიული რეჟიმებით ინარჩუნებენ ამ სტაბილურობას, საქართველოში ამ სტაბილურობას ვერ ხო ხედავთ რომ ვერ ინარჩუნებს. აი ეს დიქტატორი ავტოკრატიის სტაბილურობის შენარჩუნება. და რისი თქმა მინდა? არ გამოსდის ეს ამბავი. არ გამოსდის, იმიტომ რომ შეუძლებელია სტაბილურობა იყოს, მარტივი ამბავი არის. თქვენ ხართ არ ვიცი, ჩინელი კომპანია, რომელსაც უნდა ევროპაში საქართველოს გავლით ტვირთი გაიტანოს და ხედავს, რომ ყოველ დილით, ყოველ სისხამდილით, ყოველ სამუშაო დღეს საქართველოს კონსტიტუციით მესამე პირი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის და უშვერი სიტყვებით ლანძღავს ყველა ევროპის დედაქალაქის ხელმძღვანელს, ყველა ევროპის ხელმძღვანელს, ბრიუსელის მთელ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს უშვერი სიტყვებით იდიოტიზმს აბრალებს და თან ლანძღავს. აი, თქვენ ხარ დიდი ჩინური კომპანია, ამ ქვეყანაზე გაატარებთ ტვირთს, რომელსაც ეზიზღება მეორე წერტილი, სადაც ეს ტვირთი უნდა ჩავიდეს. რა თქმა უნდა, არ გაატარებთ, იმიტომ რომ არასდროს არ ჩათვლით, რომ ეს სტაბილურია, იმიტომ რომ ჩათვლით, რომ სადღაც ვიღაცას ბრიუსელში ბოდიში ამ გამოთქმის ამოასხავს და შეწყვეტს ამ ხალხთან ურთიერთობას. ეს რაღაცა ავადმყოფური ბაკი-ბუკი რომ ყველა ვარიანტში მოუწევთ, არ მოუწევთ ძმებო ყველა ვარიანტში, არაფერი არ მოუწევთ ყველა ვარიანტში. ყელში რო ამოვიდეს არ არის, არავინ არ გაატარებს აქ ტვირთს, იმიტომ რომ არ არის ქვეყანა სტაბილური, იმიტომ რომ არაფერი საღაზრში არ ჯდება. სტაბილური კი არა, საღაზრში არ ჯდება, რომ უმაღლესი თანამდებობის პირი ამ ქვეყნის, რომელიც საკუთარ თავს ამათვლის. მე და თქვენ ქალბატონო თეა, მაგრამ არ ვაღიარებ და არ თვლით რაღაცეებად
შეიძლება ესე იყოს, მაგრამ ის ხო თulis, იმას ხო აცვია იგი დგას იმ ტრიბუნაზე. გამოდის და რაღაცა ორღობის ჩვეულებრივი იმისა, რა ქვია, ბირჟავიკივით ლანძღავს დასავლეთს. ფასეულობით დაწყებული კონკრეტული ადამიანებით დამთავრებული. როგორ შეიძლება რომ ეგ სტაბილურობის გარანტია იყოს? შესაბამისად, ვერ არის ეგ სტაბილური, იმიტომ რომ ის, რა ქვია, ილხამ ალიევს ესე რომ უნდა იმის მსგავსად სტატუს კვოდ მიიღონ ივანიშვილის დღევანდელი მოცემულობა, ილხამ ალიევი არ ლანძღავს ურსულა ფონ დერ ლაიენს ყოველ მეორე საჯარო გამოსვლაში. არ ლანძღავს შეერთებული შტატების პრეზიდენტებს. არ ჭირდება ეს, იმას სხვანაირად აქვს სტაბილურობა და ივანიშვილის ეს ვოდევილური საცოდაობა, რასაც ის დღევანდელი ქართული ავტოკრატია ქვია, არ არის სტაბილური, არ არის მდგრადი, არ გამოუვიდა ეს ამბავი. კიდევ ხო არ დათანხმებია ეს ხალხი, მათ შორის მისი ამორჩეველი ამ ამბავს. შესაბამისად, არასდროს არ გამოვა ეგ დაკავშირებადობა, როცა დაკავშირების ერთ წერტილზე იძახი, რომ ის არის ჩემი პარტნიორი და მეორეს ლანძღა უშველი სიტყვით. უბრალოდ არ გამოვა. ძალიან დიდი მადლობა. მოდით ამ ნოტაზე დავასრულოთ. იმედია, ქართული ოცნების ბევრი მომხრე გისმენდათ მათ შორის და ამ ძალიან ლოგიკურად ახსნილ სისტემას უფრო კარგად აუღებდა ალღოს. მადლობა თაზო დათუნაშვილს, დავემშვიდობები მე მას, რეკლამის დროა ისევ ჩვენს ეთერში.